პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასობრივად მიმდინარეობდა პოლიციიდან უკანონო დათხოვნა და ჩვენ გავავრცელეთ რამდენიმე თანამშრომლის ჩვენება, როგორ ავალდებულებდნენ მათ ზეწოლის სხვადასხვა ფორმის შედეგად, რომ დაეწერათ პატაკები სამსახურიდან წასვლაზე. ასევე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა დევს ახლაც განთავსებულია ინტერნეტში ჩემი სვეტი, რედაქტორის სვეტი, სადაც წერთ კონკრეტულ 4 ფაქტზე, როგორ უკანონოდ, როგორ დააკავეს 4 მოქალაქე სხვადასხვა დროს, მათ შორის ერთ-ერთი როგორ ცემეს ისე, რომ ადამიანს დაჭირდა უგონო მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს სამედიცინო ცენტრში. ბუნებრივია საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენს მიმართ განხორციელებული ზეწოლა, აი ეს უკანონო მოქმედებები, რომ ვარღვევთ თუ არ ვარღვევთ, მაინც გვეჯარიმებენ და დაგვდევენ და კამერით გვიღებენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, პირდაპირ უკავშირდება კახეთის საინფორმაციო ცენტრის პროფესიულ საქმიანობას. სრული პასუხისგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ კახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არავითარი დევნა და არავითარი უკანონო მოქმედებას არანაირი ფაქტი არ დადასტურებულა და არანაირი ფაქტი არ ფიქსირდება. ჩვენი მუშაობის პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ ეფუძნება კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებს. არ აქვს მნიშვნელობა არანაირ სახელს და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა არანაირ თანამდებობას ან სხვა რეგალიებს. ჩვენთვის, ჩვენი მოქმედებისათვის მხოლოდ და მხოლოდ არის კანონი და კანონის შესაბამისი მოქმედება.